აქედან მანჰეტენი ერთნაბიჯზეა, თუმცა ნიუ-ჯერსის ცნობილ პომიდურის ნამცხვარს ჭამ. როგორც ნიუ-ჯერსიშია მიღებული. აქ 9 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ეს არის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული, ყველაზე არაერთგვაროვანი და ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიკურად წარმატებული შტატი ამერიკაში. კვლავაც გვაქვს სანაპიროს გასწვრივ საოცარი, სრულად გამოუკლევი ადგილები. ჩემი ნიუ-ჯერსული ბავშვობის მოგონებასავით არის. ოღონდ ახლა თითქოს შემიძლია ახლიდან განვიცადო. ტელევიზიაში რაღაც შოუ იყო, გონი ჯერსი შორი, საიდანაც წამოვიდა სტერეოტიპი, რომ ჯერსელები ძალიან თავნებები არიან, მუდმივად საჩხუბრად მზად არიან. სინამდვილეში კი აქ თბილი ხალხია. ფაქტი, რომ პრინსტონის უნივერსიტეტი უკვე 3 საუკუნე ადამიანებს საუკეთესო განათლებას აძლევს, ხელს უწყობს შტატის განსაკუთრებულობას. ფიქრობ ზოგს ტელეშოუს გამო შტატის შესახებ მცდარი წარმოდგენა აქვს. აქ არის ბევრი ისტორია, ბევრი კულტურა, ბუნება, სილამაზე, ის რასაც ტელევიზიაში რატომღაც არ აჩვენებენ. საზღვაო დასვენება ეს არის ის, რასაც აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრები მრავალი ამერიკელი პირველ რიგში იხსენებს, როდესაც ნიუ-ჯერსი ახსენდება. ატლანტიკ სითი, სამორინეები, გართობის პარკები, ამერიკული ბორცვებით, ქვიშიან სანაპიროზე შეზლონგები, ზოლიანი ქოლგები, ხოლო სამხრეთი არამხოლოდ დასასვენებელი ადგილია, ის ამერიკის ძველი ნაწილიცაა, სადაც დრო თითქოს გაირინდა. ლეგენდარული კეიპ მეი, შტატ ნიუ-ჯერსის უკიდურეს სამხრეთი ნაწილი, ზღაპრული ქალაქი შენარჩუნებული ვიქტორიანული არქიტექტურით. ასევე ლეგენდის თანახმად აშშ-ის ყველაზე ძველი კურორტი. როდესაც აქ გადაღებაზე მივდიოდით, მიჩნდებოდა კითხვა, რას ნიშნავს ყველაზე ძველი კურორტი. მანამდე რა ხალხი ზღვაზე დასასვენებლად არ დადიოდა? ერთი კვირით და მით უმეტეს უქმეებზე იმხანად არავინ არსად მიდიოდა. უახლოესი დიდი ქალაქიდანაც კი ფილადელფიიდან აქამდე მოღწევას ცხენებით 3 დღე ღამე სჭირდებოდა. თუმცა 1863 წელს რაღაც შეიცვალა. კეიპ მეიში რკინიგზა გაიყვანეს და ის რამდენიმე წელიწადში აღმოსავლეთ სანაპიროს ყველაზე მოდური და ხალხმრავალი დასასვენებელი ადგილი გახდა. აქ კოლონიალური სტილის კაბის მოზუმვის ნება დამრთეს. მე-18 საუკუნის დასაწყისის როიალზე დაკვრისაც. 1878 წელს კეიპ მეიმ საშინელი 5-დღიანი ხანძარი გადაიტანა, რომელშიც ძველი ქალაქი თითქმის სრულად დაიწვა. ზუსტად მაშინ დანგრეული სახლების ადგილას გადაწყვეტეს ერთიანი ვიქტორიანული სტილის ელეგანტური ვილების აგება. ადგილობრივი ისტორიული საზოგადოების ძალისხმევის წყალობით ეს სახლები დღესაც არქიტექტურულ ძეგლად ითვლება, ხოლო წარსულისადმი ინტერესი აქ ყველა ხერხით ხალისდება, მაგალითად მოჩვენებებზე ნადირობით. შეგიძლია უბრალოდ იკითხო, არის თუ არა ჩვენთან ერთად აქ კიდევ ვინმე. ოთახში ჩვენთან ერთად არის ვინმე. რა თქვა, კიო? არა, თუმცა ახლა შეხედეთ, ჩხირები იკვეთება, როდესაც მოჩვენება ამბობს კის. ანუ ვიღაცა ჩვენთან ერთად არის. თუ კეიპ მეის მუზეუმში ახლა იდუმალი მარგარეტი ცხოვრობს. მარგარეტ, აქ ხარ? მაშინ მაგალითად კონგრეს ჰოლში სავსებით შესაძლებელია, რომ მაღალი თანამდებობის სულები ბინადრობდნენ, ვინაიდან ამ დიდ ძველებურ სასტუმროში ოდესღაც ამერიკის პრეზიდენტები ჩერდებოდნენ. ფრანკლინ პირსი, ჯეიმს ბიუკენონი, ულის გრანტი და ბენჟამინ ჰარისონი. ოთახი დღეში $899-დან იწყება, დამატებითი გადასახადით. 859. ქალაქში უკვე 3 საათია გვატარებს ისტორიკოსი ჰარი ბელანჟი. ამბობენ, რომ კეიპ მეი მასზე უკეთ არავინ იცის. ბაბუა ფოსტაში მუშაობდა, ასევე დალაქიც იყო. ჩემი ოჯახი კეიპ მეიში ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში დაფუძნდა. არიან ისინი, ვისაც მეიფლაუერის ხალხის შთამომავლებს ეძახიან. ძველი თეატრი, მთავარი ქუჩა, ზუსტად ისეთი, როგორიც საუკუნე ნახევრის წინანდელ ფოტოებზე. ხამანწკების, კიბორჩხალების საუცხოო სურნელები, ფუნთუშები და ფენკეიქები ნეკერჩხლის წვენით. ძალიან გემრიელია, მაგრამ ყველაფრის ჭამა მგონი შეუძლებელია.
ასევე კეიპ-მეი შტატის ჭკვიანი ეკონომიკის სიმბოლოა. ვინაიდან საკურორტო ქალაქი წელიწადში ტურიზმით 6.5 მილიარდ დოლარს შეულობს და 10 მილიონამდე ტურისტს იზიდავს. რესტორნები, საღვინეები, თევზაობა, კულტურის ისტორია, ეკოტურიზმი, სანაპიროები, შტატის სამხრეთ წერტილი დღესაც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე საუცხოო და ძვირადღირებული დასასვენებელი ადგილია. ოკეანე, სანაპირო, ვორდვოგი, რესტორნები, სადაც ახალ თევზსა და თეთრ ღვინოს მიერთმევენ, სადღაც შორს მიტოვებული კაზინო და ძველებური კარუსელი. ქალაქი ასბერი პარკი ამერიკის ერთ-ერთი უმთავრესი კულტურული ტრადიციის მცველი ქალაქია. ზუსტად აქ დაიბადა ეგრეთ წოდებული ნიუ-ჯერსული საუნდი. საკითხი მუსიკას ეხება. ნიუ-ჯერსული ჟღერის რეცეპტი მარტივია: ოდნო ბლუზი, წვეთი ჯაზი, მწიკვი R&B და პერანგსა და ჯინსებში უბრალო ყმაწვილი სახე, რომელიც მარტივ როკ-ენ-როლს, მწუხარებასა და სიხარულს ომღერის. ჟანრის მეფეები იტალიური წარმოშობის ამერიკელები არიან: ლითლ სტივენი, ვინი ლოპესი, ჯონ ბონ ჯოვი და ბრიუს სპრინგსტინი. უკანასკნელს ალბომიც კი აქვს, რომელსაც ასე ჰქვია: მოგესალმებით ასბერი პარკიდან. ნიუ-ჯერსიში ბრიუს განსაკუთრებულად თბილად ებყრობიან. ადგილობრივი მძღოლისა და მდივნის შვილი ამერიკული ოცნების სიმბოლო გახდა. იწყებდა როგორც რიგითი ქუჩის მუსიკოსი, ახლა კი სტადიონებს ავსებს, ხოლო მისი დისკების მსოფლიო ტირაჟმა 135 მილიონი შეადგინა. ფიქრობ, ბრიუსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება არის ის, რომ ის არის ჩვეულებრივი ბიჭი, ძალიან ნიჭიერია. ცნობილია მთელს მსოფლიოში, მაგრამ ნიუ-ჯერსიში ჩვენიანია. ის არის ის, ვინც ადგილობრივი მუსიკოსების პატარა სამყაროდან გაიზარდა და წარმატებას მიაღწია. ელინ ჩაპმანი არა მხოლოდ ბრიუს სპრინგსტინის არქივის დირექტორია, ასევე ასბერი პარკის მუსიკალური ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელიც. ორგანიზაცია უნიკალურ კულტურულ ტრადიციებს ანვითარებს. შეჭირვებული ოჯახების ბავშვებს მუსიკალურ საქმიანობაში ეხმარება. ნიუ-ჯერსი იტალიური წარმომავლობის ამერიკელების მოვალეა, რომლებიც აქ 20%-მდე არიან. არა მხოლოდ კარგი მუსიკისა, ადგილობრივი სამზარეულოს, პომიდორ საშკლავის გადახრით. ასევე მასობრივი კულტურის უდიდესი შრით არის დავალებული, რომლის გარეშე თანამედროვე ამერიკის წარმოდგენა რთულია. დევიტო, ტრავალტა, სინატრა, ჯერმანოტა. ეს მომღერალ ლედი გაგას ნამდვილი გვარია. ყველა მათგანს იტალიური ფესვები აქვთ. და რა თქმა უნდა, ნიუ-ჯერსიში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კინოადგილი იტალიური წარმომავლობის გამოგონილი მაფიოზის სახლი, ტონი სოპრანოს. ტელესერიალ სოპრანოს კლანის მთავარი გმირის. ვისაც ნანახი აქვს, ალბათ კარგად ახსოვს, რომ თითქმის ყველა სერიაში ის ამ ბილიკით ქვევით ეშვებოდა, თეთრ გაღეღილ ხალათში, გაზეთის წასაღებად, რომელსაც ფოსტალიონი ზრუნვით აქ კერძო საკუთრების საზღვარზე უტოვებდა. ნიუ-ჯერსელებმა, პატი და ვიქტორ რეჩებმა მასში 32 წელი იცხოვრეს, მათ შორის 8 გადასაღები წელი და ახლახან ცნობილი გახდა, რომ საკუთრების გაყიდვა გადაწყვიტეს. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტებმა საკუთრება 1.6 მილიონ დოლარად შეაფასეს, მფლობელები დარწმუნებულები არიან, რომ ლეგენდარული სახლის სულ მცირე 2-ჯერ უფრო ძვირად გაყიდვას მოახერხებენ. რაც უფრო დიდი ხანი მოგზაურობდით შტატში, უფრო ღრმად შევდიოდით მისი ხალხის ისტორიაში. მით მეტად გვაკვირვებდა მისი არაერთგვაროვნება. ნიუ-ჯერსი მრავალსახაა, წინააღმდეგობებით, პარადოქსებით და კონტრასტებით ახსავსებს. კემპ-დენი, ქალაქი, რომელმაც არა მხოლოდ ნიუ-ჯერსის ყველაზე სახიფათო ქალაქის სტატუსი მოიპოვა, არამედ მთელს ამერიკაში ყველაზე კრიმინალურის. ამბობენ, რომ ახლა უკეთესობაა, მაგრამ ჯერ კიდევ 5 წლის წინ ყველა გზაჯვარედინზე ჰეროინითა და კრეკით ვაჭრობდნენ. ოდესღაც კი მყუდრო ამერიკული ქალაქი იყო. 70-იან წლებში აქ აწარმოებდნენ კომპანია კემპბელის ცნობილ სუპებს. მუშაობდა ხმისჩამწერი სტუდია არსი. საწარმოები იყო, ხალხი სამუშაოს მახლობლად ცხოვრობდა. ცხოვრება ჩქებდა. საშუალო კლასის მსხმოიარე ქალაქი იყო. შემდგომ კი უეცრად ერთდროულად თითქოს და ყველაფერი გამორთეს. ბრაინ მორტინი თავის ამბავს გვიყვება. კემპ-დენში მას ყველა იცნობს და პატივს სცემს.
როდესაც 9 წლის ვიყავი 80-იანების დასაწყისში, ქვეყანა ეკონომიკურ დეპრესიას განიცდიდა და ჩვენი მსგავსი ქალაქები ყველაზე მეტად დაზარალდა. მრავალი საწარმო დაიკეტა. მოსახლეობის თითქმის ნახევარმა სამსახური დაკარგა და კემპ-ნოში ნარკოტიკები მოძღვავდა. ბრაიანმა 9 წლის ამ გასინჯა. 12 წლის ამ მოხმარებასთან ერთად გასაღება დაიწყო, ხოლო 20 წლის ასაკში 20 წელი პატიმრობა მიუსაჯეს. მაგრამ ვინ იცოდა, რომ ეს გაცილებით უფრო ნათელი ამბის დასაწყისი იქნებოდა. გახსოვდეთ ყოველთვის, როდესაც მინდორზე გადიხართ, გამარჯვება თქვენს ხელშია. იმ დრომდე, სანამ მოწინააღმდეგეს არ დაუთმობ. პატიმრობიდან 12 წლით ადრე გამოსვლის შემდგომ, ბრაიანი კემპ-ნში ქალაქისთვის რამის გაკეთების მტკიცე სურვილით დაბრუნდა, რომელშიც მოზარდებს ნარკოტიკებისა და კრიმინალს შორის დიდი არჩევანი არ ჰქონდათ. ცოლის სახლში მოვიდა და ზღურბლიდან განაცხადა, რომ გადავდივართ. ქალაქში ნარკოტიკებს მოიხმარენ და ყიდიანო. უთხარი, მოდი აქ ბეისბოლის ლიგა შევქმნათ. დღეს კი მისი სპორტული ორგანიზაცია პატარა ბეისბოლის ლიგა საერთოდ აღარ არის პატარა. რამდენიმე ათეული ბავშვით იწყებდნენ. ახლა კი თითქმის 1000-ია. შედეგად ჩვენი რაიონი, რომელიც ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური იყო, ახლა ფაქტობრივად ყველაზე უსაფრთხოა. მომდევნო გაჩერებაა პრინსტონი, სხვათა შორის პრინსტონის უნივერსიტეტს, დასაწყისში უბრალოდ ნიუ-ჯერსის კოლეჯი ერქვა. 1746 წელს დაფუძნდა, როგორც ბრიტანული კოლონიების ერთ-ერთი პირველი კოლეჯი. რთული წარმოსადგენია, რომ პირველი გაკვეთილები სწავლების დამფუძნებლის მღვდელი ჯონათან დიკინსონის სახლში ტარდებოდა. დღეს კი აქ არის 75 კვლევითი ინსტიტუტი, 2 ეროვნული ლაბორატორია, გეოფიზიკური ჰიდროდინამიკისა და პლაზმის ფიზიკის. უნივერსიტეტს უკავშირდება ისეთი სახელები, როგორიც არის პოლ კრუგმანი, ჯონ ნეში, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, ჰარუკი მურაკამი, მიშელ ობამა, 35 ნობელის ლაურეატი და ალბერტ აინშტაინი. ამ ერთი შეხედვით არაფრით აღსანიშნავ სახლში აინშტაინი ცხოვრობდა 1933 წლიდან 1955 წლამდე, გარდაცვალებამდე. პრინსტონის უნივერსიტეტის ეზოში ყველგან ასეთი სკამებია განთავსებული, რომელშიც შეიძლება წიგნის წაკითხვა, წახემსება, ან უბრალოდ ჩაფიქრება. ვუშვებ, რომ აქ მართლაც უფრო ადვილად შეიძლება ფიქრი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად საინტერესოა სწავლება დამთავრებულების ახალი თაობის მიკვლევა. იზი კაცი დაამთავრა პრინსტონი და საქმიანი ამერიკის საზომით ჯერ კიდევ ბავშვი, 24 წლის ასაკში ადგილობრივ ისტორიულ საზოგადოებას ჩაუდგა სათავეში. იმ დროს კურატორად მხოლოდ 9 თვე ვიმუშავე და თანამდებობას დავთანხმდი, თუმცა მისთვის მზად არ ყოფილვარ. საქმე იმაშია, რომ ერთმა შესანიშნავმა ქალმა ჩემმა დამრიგებელმა მითხრა, შეწყვეტე ქალივით ფიქრი. ჰარვარდის ბიზნესის სკოლის მონაცემებით, ქალს განაცხადი შეაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თავის კვალიფიკაციაში 100%-ით არის დარწმუნებული. იზი ამას არ შეუშინდა. პირიქით, ეს მისთვის გამოწვევა გახდა. ქალები კარგ შესაძლებლობებს ხშირად კარგავენ, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ მათი რეზიუმე ყველა მოთხოვნას არ შეესაბამება. ისტორიის შესახებ წერა ისე, რომ ნებისმიერისთვის იყოს საინტერესო, გამოფენების, სემინარების ჩატარება, ექსკურსიები, საგანმანათლებლო პროგრამები. ხშირად ჩვენ ქალებს გვესმის, რომ მოლაპარაკების წარმოება არ შეგვიძლია. ბიზნესში ცუდად ვერ ყვევით, მაგრამ ეს საერთოდ არ არის ასე. იზის ხელმძღვანელობით აინშტაინის ნივთების კოლექციის პატარა მუზეუმად გადაქცევა მოხერხდა. ამბობენ, რომ ზუსტად პრინსტონში შეხვდა მეცნიერი თავის უკანასკნელ სიყვარულს, მარგარიტა კანიონკოვას. ადგილობრივები, რომლებსაც გენიოსი ჯერ კიდევ სიცოცხლეში ახსოვთ, მასთან მეზობლობით დიდად ამაყობდნენ. ყვებიან, რომ შეყვარებულთან განშორების დროს ამ სავარძელში იჯდა ხოლმე და სასიყვარულო წერილებსა და სონეტებსაც კი წერდა. ამასთან თავის განთქმულ ჩიბუხს აბულებდა, რომელიც ახლა ასევე ნიუ-ჯერსიში, პრინსტონში ინახება. ასევე ნიუ-ჯერსის ეძახიან Garden States, ანუ ბაღის შტატს. მართლაც მიდიხარ მის სივრცეში და ისეთი შეგრძნებაა, რომ გარშემო არის მხოლოდ სათბურები და ფერმერული მინდვრები. ლურჯი მოცვის ეს პატარა კენკრა ოფიციალურად შტატ ნიუ-ჯერსის სიმბოლოდ ითვლება. პირველ რიგში მცენარე მართლაც აქ აღმოაჩინეს, ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მეორე რიგში მოცვი ასეულობით ადგილობრივ რეცეპტში შედის და მესამე ნიუ-ჯერსი მუდმივად შედის ამერიკის ყველაზე მოცვიანი შტატების ხუთეულში.
ასეთი მოსავლის აღებას გარჯა სჭირდება. ყველა კენკრა ბუჩქიდან თითებით იკრიფება და ზაფხულში მოცვის დამწიფების დროს ნიუ-ჯერსიში ათასობით სეზონური მომუშავე ჩადის. ამის დაკრეფა უკვე შეიძლება. პირველი მოსავალია. ფერითა და ტექსტურით უზადოა. ჩვეულებრივ პირველი სილურჯის შემდეგ 10 დღე უნდა გადათვალო. ასეთია წესი. გასინჯეთ. ოჯახური ბიზნესის მფლობელი პოლ გოლეტა თავის მინდორს სიამაყით გვაჩვენებს. მამამისმა 4 ძმასთან ერთად თავის გასართმევად საქმე 1935 წელს წამოიწყო, დიდი დეპრესიის შემდეგ. ხოლო 1979 წლისთვის უკვე მსოფლიოში უდიდესი მოცვის ფერმა გახდა. ყოველთვის სახლში მქონდა, მთელი ცხოვრება მოცვით საქმიანობ. მეტი არაფერი ვიცი. ბიზნეს უკვე 85 წელია ერთი ოჯახი მართავს. ახლა ეს არიან პოლი, მისი ბიძაშვილი და მათი 2 ძმისშვილი. ოღონდ ახლა ფერმა 5.5 კვადრატული კილომეტრის ფართობს იკავებს. მთელი ქვეყნის მაღაზიებში აქედან ნარჩევი და გაყინული კენკრით კოლოფები მიედინება. ყოველთვის ვიხსენებ თუ როგორ ურიგებდნენ ჩემი მშობლები მეგობრებს ყუთებით მოცვს. ეს ხალხი სიხარულით ანათებდა. თითქოს და $1,000,000 აჩუქეს. ადრე ასე იყო. ბოლო 5 წელია ჩვენი ბიზნესი ძალზე ხისტი და კონკურენტული გახდა. 50 შტატიდან ახლა 31-ში მოცვი მოჰყავთ. დამატებით კანადა და სამხრეთ ამერიკაც. ჰემონტონს მსოფლიო მოცვის დედაქალაქს ვეძახით. სცენარის სამშობლო ზუსტად აქ არის და ზუსტად ჩვენთან არის საუკეთესო ხარისხი და გემო. ასევე კენკრის ფესტივალიც ტარდება, რომელსაც ქვია Red White Blueberries, ამერიკის დროშის მიხედვით. ჩვენ კი წინ მივემგზავრებით ოდნავ ჩრდილოეთით და შტატის სიღრმეში, სადაც ფლემინგტონის რეგიონში ნიუ-ჯერსის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ადგილი განთავსდა. 22 წლის ჩეიზ ბრიკმანი ნიუ-ჯერსისთვის დამახასიათებელი ლურჯი საყელოების პირმშოა. ჩეიზი საოცარ ადგილას შრომობს, რომელმაც მისი ცხოვრება სტუდია პიქსარის ანიმაციის მსგავს ზღაპრად გადააქცია. ჩეიზი მუზეუმ ნორთლანდში ინჟინერ-მშენებელია. ეს არის აშშ-ში ყველაზე გრძელი სათამაშო რკინიგზა. უსასრულო ბავშვობის 13 კილომეტრი. ქაფმუყაოს სიურრეალისტური სამყარო მოწყობილობებს მიჩვეულ თანამედროვე ბავშვებს ნუსხავს. ის სხვა ნიუ-ჯერსელმა ააგო, ახლა უკვე 96 წლის უცნაურმა მეოცნებამ ბრიუს უილიამმა. ბრიუსი ყოველთვის ამბობდა, თუ ნიჭი გაქვს, ამასთან მნიშვნელობა არ აქვს თუ როგორი. შეიძლება კარგი ელექტრიკოსი ხარ, ან შესანიშნავი ზეინკალი, ან იქნებ ფერმწერი, როგორც ის იყო. ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებული ხარ, რომ საკუთარი ნიჭი სამყაროს გაუზიარო. ჩემდა გასაკვირად ამ დადგმის შიგნით შესვლის ნება დამრთეს. ახლა გულიათი ვითვარ. მეშინია მანქანას ან სახლს არ დავაბიჯო. მოდით დავაკვირდეთ. ჩემს ფეხებ ქვეშ დამახასიათებელი ამერიკული ქალაქია, რომელიც ნიუ-ჯერსის წარსულს ასახავს. იმ დროს, როდესაც ეს აყვავებული ინდუსტრიული შტატი იყო. შეხედეთ, ქალაქის საკრებულო, რაღაც ძველმანების მაღაზია, ფოტოგამოფენა, იქით კი ტაძარი და კაფე, სადაც ბურგერის შეძენა შეგიძლიათ. გესმის ინდუსტრიული შტატი და უმალვე წარმოიდგენ ჰორიზონტზე საწარმოების მილებს. ძლავრი წარმოების მანქანები, წარმოების გარშემო მზარდი ქალაქები. თუმცა ნიუ-ჯერსი აშშ-ს ინდუსტრიული ისტორიის სხვა ხანის მოწმეც გახდა, რომელსაც უფრო სწორი იქნება, რომ რომანტიული ვუწოდოთ. დიდი გამომგონებელი ან უფრო მეწარმე, მოკლედ განთქმული თომას ედისონი, ლეგენდარული მეცნიერი, რომელიც მე-20 საუკუნის პროგრესის სიმბოლო გახდა, რომლის ქონებაც მის მოხუცებულობაში $12 მილიონ შეადგენდა. ნიუ-ჯერსიში 1876 წელს გადავიდა. იმ დროს გარშემო სოფელი იყო. თავად კი ნაკლებად ცნობილი ახალგაზრდა ენთუზიასტი. აფეთქებასავით იყო. გამოგონებას მიყოლებული. ედისონმა 1093 პატენტი დაარეგისტრირა. უამრავი იდეა ჰქონდა. ამიტომაც შეიძლება სილიკონ ველეის შევადაროთ. თანამედროვე ნიუ-არკის მახლობლად ედისონმა საკუთარი კვლევითი ინსტიტუტი დააარსა. სიცოცხლე ჩქეფდა. უამრავი რამ გამოიგონეს: ტელეგრაფი, ტელეფონი, კინოკამერა, ფონოგრაფი. მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე აქ გონებრივი სამუშაოსთვის საუკეთესო გარემო შეიქმნა. ასეულობით ადამიანი შრომობდა, ასეულობით იდეას ხვეწდნენ. უბრალოდ დაფიქრდი. შესაძლებელია, რომ ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. არ იქნებოდა კამერა, სინათლე, ხმა. ვერ გავაკეთებდით იმას, რასაც ახლა ვაკეთებთ. რეინჯერი ჰოლი მარინო ნიუ-ჯერსში დაიბადა და გაიზარდა, მუზეუმის მახლობლად. ბავშვობაში აქ დადიოდა. ახლა ამაყობს იმით, რომ მუშაობს იქ, სადაც დიდი მეცნიერი და მეწარმე შრომობდა.
ესეც ფონოგრაფი. ედისონმა აქ ნიუ-ჯერსიში 1877 წელს გამოიგონა. გამოგონება წარმოუდგენელი სენსაცია გახდა. საინტერესოა რა სიტყოდა მისტერ ედისონი, რომ სულ რაღაც 100 წლის შემდეგ ზუსტად იგივე მელოდიის მოსმენას ამგვარი მოწყობილობით შევძლებდით, ამასთან ერთი ღილაკის დაჭერით. მაგრამ ეს ჩანაწერი არასდროს გვექნებოდა, რომ არა ფონოგრაფის გამოგონება. ნიუ-ჯერსი უკვე მრავალი წელია ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული შტატია. ხალხს მაგნიტივით იზიდავს. მოდიან ახალგაზრდა ოჯახები, ვისაც ვიწრო ბინიდან ქალაქგარეთ სახლში გადასვლას სურთ. უოლ-სტრიტის გადამყიდველები, ნაკლები გადასახადების გადახდის გამო, ინვესტორები, პენსიონერები, სტუდენტები, ასევე ისინი, ვისაც მთელი ცხოვრება საკუთარ თავად ყოფნის თავისუფლება ენატრებოდა. მეუღლემ მითხრა, რომ პრაიდ აღლუმი უნდა მოვაწყოთ, რომ არ შეუძლიათ ცხოვრება ისეთ ქალაქში, სადაც LGBT პრაიდის ფესტივალი არ ტარდება. მაშინ მოვაწყეთ და უკვე 19 წელი გავიდა. ჯერსის LGBT პრაიდის დამფუძნებელი პოპ-არტ ხელოვანი მიგელ კარდენასი კუბელი ემიგრანტების შთამომავალია. ოდესღაც მანჰეტენზე არქიტექტორის კარიერას იწყობდა. კარგად შეულობდა და როგორც ამბობს, უსასრულო ნიუ-იორკის სტრესში ცხოვრობდა. შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნებისადმი ჩემი ინტერესისთვის კათოლიკური სკოლის მონაზვნის მოვალე ვარ. როგორც წესი, უხეშად წარმოგვიდგენენ ფრაზას კოლაჟი გააკეთე. შემდგომ ყველაფერი მიატოვა. ჰუძონის მეორე ნაპირას გადავიდა და ადგილობრივ სახელმწიფო სკოლაში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მასწავლებელი გახდა. მე-19 საუკუნის ყოფილი თავლის სათავსოში დასახლდა, რომელსაც ახლა ბინებად გადააკეთებენ და როგორც იქნა ბედნიერი გახდა. როდესაც პოლთან ერთად ჯერსი სიტიში გადავედით, თითქმის არავის ვიცნობდით. შესანიშნავია, რომ ახლა დიდი თემი გვაქვს. LGBT-ც და სხვაც. ამაზე მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა. პრაიდს ხომ იმისთვის ვიწყებდით, რომ უჩინარი აღარ ყოფილიყავით. რათა ჩვენს შესახებ უბრალოდ გაიგონ. წელს ჯერსი სიტის ყველაზე LGBT მეგობრული სტატუსი მიანიჭეს. ანუ მთელ შტატში LGBT თემის მიმართ ყველაზე მეგობრული ქალაქი. ერთნაირ სქესიანი წყვილები აქ რაღაც მხრივ უფრო თავისუფლად ცხოვრობენ, ვიდრე იმავე თავისუფლ ნიუ-იორკში. ზოგი კანონი LGBT-ს მიმართ აქ უფრო რბილია. მაგალითად, ფასიანი სუროგატული დედობა არის ნებადართული. ესე იგი, ერთნაირ სქესიან ან უნაყოფო წყვილებს შვილების ყოლა შეუძლიათ. ნიუ-ჯერსი აშშ-ს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. თითქოს ქვეყნის განვითარების ისტორიის ყოლა საფეხურით გაიჟღინთა. ომი დამოუკიდებლობისთვის, წარმოების ოქროს ხანა და დღემდე, როდესაც მომავალი სტარტაპების გაბედული იდეების და წარსულის სწორი გააზრების ხელშია. სხვათა შორის განთქმული თავისუფლების ქანდაკება ნიუ-იორკში არ მდებარეობს, არამედ ლედი ლიბერთი შტატ ნიუ-ჯერსის ტერიტორიაზე დგას. მე კი მომეჩვენა, რომ ნიუ-ჯერსი თავისი პატარა ქალაქებით, რომლებიც თითქოს ცალკეული ქვეყნებივით იყოს, თავად ამერიკას გვაგონებს, რომელშიც ადგილი ყოველი ადამიანისთვის მოიძებნება. ოღონდ ოცნების საკუთარი ვერსია ჰქონდეს, თუნდაც სიცოცხლის ხანგრძლივობის საბავშვო რკინიგზა იყოს.